ერთ-ერთი ასეთი დაცემის მომსწრენი ჩვენ გავხდით ჩვენს ქვეყანაში სულ რამოდენიმე დღის წინ, როდესაც დადგეს სპექტაკლი, რომლითაც შეურაცხყოფა კიდე სხვა რაღაც არის. ეს რაც მათ გააკეთეს, შეურაცხყოფაც არ არის. ამაზე რა უნდა თქვა ახლა? ამტკიცო რომ ეს ცუდია სისულელი. მოიყვანო რაღაცა მაგალითად იქიდან კრეხელობა. აფიქრებაც ერთმა მეგობარმა მოусმინა რამოდენიმე ფრაზას და ასეთი რამე მითხრა მე რომ ლოცულობ რომ ღმერთმა მალე გონებიდან ამომიგდოს ის სიტყვები რაც მოვისმინე. იმიტომ რომ მახსოვს. და ლოცულობ რომ უბრალოდ ეს მალე დამავიწყდეს ეს სიტყვები რაც იქიდან მოვისმინე. საოცრებაა რის სანაცვლოდ მიაგებენ ამას ქრისტეს. აი მე ესეთი კითხვა მინდა დაუსვა მათ, ვინც ეს გააკეთა. რის სანაცვლოდ? იმის სანაცვლოდ, რომ მათი წოდების გამოსასყიდად ჯვარზე გაეკრა? სიკვდილი რო დაამარცხა, ხრწნილება რო გაანადგურა ადამიანისთვის, ამის სანაცვლოდ მიაგებენ მას ქრისტეს? კარგი, თქვა შეიძლება ჩვენზე მორწმუნე საზოგადოებაზე გარისხებული არიან და გაბრაზებულები არიან, რომ ჩვენ გნელები ვართ და მათ ცხოვრებას არ ვაცლით. მაგრამ ქრისტემ რა დაუშავა? რა იპოვეს მის სწავლებაში ან მის ცხოვრებაში ის იმის ღირსი, რომ ასე იქცევია. უბედურება მოიწევენ საკუთარ თავზე. იმაზე გაცილებით მძიმე უბედურებას, რაც დღევანდელ სახარებისეულმა განღვეულმა მოიწია საკუთარ თავზე. უკვე მოწეულია, ეს მახვილი მათ კისერზე უკვე კიდია. უბრალოდ კიდევ ერთხელ გვაოცებს ჩვენი უფლის კაცთმოყვარება. კიდევ ერთხელ გვაოცებს მისი კაცთმოყვარება, როგორ უთმენს. კიდევ როგორ აძლევს მათ იმის დროს, რომ შეინანო და დამიჯერეთ ეს ესეა. თორე ეს ესე რო არ იყოს, არც ერთი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ იქნება. არც ერთი მათგანი. ის რისკვა თითოეულ მათგანს გაანადგურებთ. მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთი კიდევ აძლევს მათ. წარმოიდგინეთ, ამის შემდგომ ტვერს და ნაცარს კიდევ აძლევს დროს, რომ შეინანოს. კიდევ აძლევს იმის დროს, რომ მოიქცეს. აი ესეთი განუზომელია სიყვარული ჩვენი უფლის. ღმერთმა მათ მიმადლოთ ეს სინანული, იმიტომ რომ თუ ჩვენ უფალს უყვარს და უთმენს, ჩვენც რა თქმა უნდა მივიღოთ უფლის ეს ნება და უნდა დაველოდოთ მათ სინანულს. თუმცა ეს ცოდვა ჩვენს კისერზეც კიდია. და ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მათ ნაცვლადაც გამოვთქვათ სინანული ამ ყველაფრის გამო. გამოვთქვათ ძალიან მტკიცე, ესე ვთქვათ, შეურიგებლობა მსგავსი საქციელის მიმართ. არა მარტო სიტყვით, არა მარტო ამბიონიდან, არამედ უპირველეს ყოვლისა საქმით. ეს ადამიანები, ვინც ეს ჩაიდინეს, კიდევ ვიმეორებ, ესენი ღვთისმობას კიდევ უფრო იქით გასცდნენ. ალბათ ამას ეშმაკიც ვერ გაბედავდა ესეთ რამეს, რაც მათ ჩაიდინეს. მაგრამ მე უფრო სხვა რამ მაწუხებს. აი გამოხატავს ქართველი კაცის შეურიგებლობას ამ ყველაფრის მიმართ თუ არა. ეს როგორ უნდა გამოიხატოს? რაღაც მე ახლა გრანდიოზულ აქციებზე და რაღაცებზე კი არ ვფიქრობ. უშინ საუბრობდით და გულწრფელად ასე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებისთვის თუ ისინი ჩვენ გვიყვარს და მათზე ვზრუნავთ, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება გაუსაძლისი უნდა გახდეს. და როდესაც ამ სიტყვას ვამბობ, ვგულისხმობ ამას. გაუსაძლისი არა იმიტომ, რომ მათ ქუჩაში ვიღაცა დახვდება და რაღაცას ჩაარტყავს თავში, არავითარ შემთხვევაში. გაუსაძლისი იმ კუთხით, რომ ის თეატრია თუ რაღაცა, არ ვიცი, ბუნაგი,
იქ ხო ჩვეულებრივი ადამიანები შრომობენ, დამლაგებელი, ელექტროტექნიკოსი, განათების სპეციალისტი, ყარაული, თითოეული მათგანი უკვე იქ აღარ უნდა იყოს. თითოეული მათგანმა კაცრი უარი უნდა განაცხადოს ამაში მონაწილეობაზე და უნდა დატოვოს ის სივრცე, სადაც ღმერთი იგმობა ასე ზღვარგადასულად. თითოეულმა მათგანმა. ის კი არა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მეზოვე, რომელიც იმ ქუჩას გვის, ის ადგილზე მე იმ ადგილს არ დავუყიდი. უარესსაც ვიტყვი, მთელ ნაგავს მიუტანდი და კარებთან დავუყრიდი. ასე გამოუთქვავდი, როგორც მეზოვე ჩემს პროტესტს ამ ყველაფრის მიმართ. რესტორანში მუშაობ, სასადილოში მუშაობ, იცნობ ამ ადამიანს, რომ მოვა შენთან, უარი განაცხადე მის მომსახურებაზე, თუნდაც სამსახური დაკარგო, თუნდაც გაგაგდონ იქიდან. იმიტომ რომ თუ ამას არ გააკეთებ, შენც მონაწილე ხარ იმ ცოდვის. ბანკში მუშაობ, შენთან მოვიდა, უბრალო ოპერატორი ხარ, არ მოემსახურა. ოღონდ განა ისე რომ უბრალოდ აირიდო, არა, პირდაპირ უნდა უთხრა, შენ ის არა ხარ, არ მოგემსახურებ, გაგაგდონ თუნდაც ბანკიდან. ჯობია იქიდან გაგაგდონ, ვიდრე სასუფევლიდან გაგაგდონ. არა და გაგაგდები. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი კიდე, აი ვისაც შეხება აქვს ამენაირი ამ ადამიანებთან, ყველამ ძალიან მკაცრად უნდა ამხილოს თითოეული მათგანი. ძალიან მკაცრად და ყოველგვარ ურთიერთობაზე უარი უნდა თქვან ამ ადამიანებთან. ეს მათ დააფიქრეთ. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ ჩვენ რომ გძულს ისინი. არამედ იმიტომ რომ დაფიქრდნენ. აწონ-დაწონ, რა გააკეთეს, რა ჩაიდინეს. სხვანაირად, სოდვა რომელიც დღეს მხოლოდ მათ კისერზეა, უკვე ჩვენს კისერზეც იქნება. თუ თითოეული ჩვენთაგანი, ყველა ვინც აგვდგევართ, ჩვენ წილ რეაქციას არ მივცემთ ამ ყველაფერს. თუ ესე მოვიქცევით, მაშინ ამ ცოდვას ავიღებთ. თუ ესე არ მოვიქცევით, ამ ცოდვისთვის პასუხს ჩვენს თითოეულ ჩვენთაგანს და მთელ ჩვენს ქვეყანას მოთხოვს ღმერთი. ამას ისტორიაც ამტკიცებს და ეს ესეა ფაქტი. ღმერთი მომთმენია, მაგრამ სასჯელი ადრე თუ გვიან მაინც მოიწევა ადამიანებს. ამის ნათელი მაგალითი თუნდაც წარღვნა. ადამიანი უკვე გარყვნილი იყო, როდესაც მოსეს უბრძანა ღმერთმა წარღვნის კიდობნის აშენება, თუმცა 120 წელი კიდე ითმინა ღმერთმა. 120 წელი ნოეს ჩაქუჩის კაკუნი იმ ხეზე და იმ კიდობანზე, რომელსაც ის აშენება იყო, ქადაგება იმ ხალხისთვის, ვინც იმ გარყვნილებაში იყო. სამწუხაროდ 120 წლის ქადაგების მიუხედავად 120 წელი ქადაგებდა ნოე, ნახეთ, 120 წელი ეუბნებოდა და აფრთხილებდა ხალხს. მაგრამ სამწუხაროდ რას გვეუბნება მათ ხო არა სახარებაში. დასაკეთებდნენ წარღვნა რომ მოვიდა. ამ ქორწინებდნენ, იქორწინებოდნენ, ფილები შეეძინებოდათ, დროს ატარებდნენ, ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას. თავიდან შეიძლება ცოტა შეფრთხიალდნენ მამები ამბობენ, როდესაც ნოემ უთხრა რომ წარღვნა იქნებაო. მაგრამ 1 წელი, 2 წელი რო გავიდაო, მერე იფიქრესო რომ ეს მე მგონი რაღაცა ტყილი არის და ისევ იგივე გააგრძელეს. მაგრამ გავიდა 120 წელი, შევიდა ნოე კიდობანში, დაიხშა კარი და წამოვიდა წარღვნა, რომელმაც ყოველივე ცოცხალი მოსპო დედამიწაზე. როგორ გონიათ ისინი თუ არ დაინდო ღმერთმა, ჩვენ დაგვინდობს? მათ ვინც ვისთვისაც საკუთარი ძე გაწირა, ვისთვისაც ჯვარზე ავიდა, მიუხედავად ამისა, რომ ესეც შეურაცხყოფას მივაყენებთ, დაგვინდობს? დაგვინდობს, გვინდობს, აბა ცოცხლები ვართ, გვინდობს, როგორ არ გვინდობს, მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს.
აი, როდესაც მოვა ის დრო, როდესაც აივსება მოთმინების ფიალა, აი შემდგომ უკვე წარღვნასავით მოდის ღვთის რისხვა და ღმერთმა დაიფაროს მისგან ყველა ადამიანი. ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, თითოეულმა ჩვენთაგანმა სინანული უნდა გამოვთქვათ. და ამას არანაირი გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობ, პირდაპირი მნიშვნელობით სინანული უნდა გამოვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებმა ჩათვალეს, რომ შეიძლება ამის გაკეთება, ეს უკვე ჩვენი ბრალია. თუ გულში მჯიხს ვიტყავთ, რომ ქართველები რამაგრები ვართ, აღლუმი არ ჩავატარებინეთო, მაგრები ვართ. აღლუმი კი არა, გადაგვიარა საქართველოს. თვითონ ის ფაქტი, რომ მათ ეს ჩათვალეს, შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, უკვე არის ჩვენი ბრალი. თითოეული ჩვენთაგანის ბრალი და თითოეული იმ ქრისტიანის ბრალი, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს ეძახის და ქართველს ეძახის. ეს რო წარმოიდგინეთ, აი ამას ვინმე იფიქრებდით, რომ ამას გაბედავდა ვიღაცა, მაგრამ აი გაბედეს, რატო გაბედეს იცით? ვიყურებენ კაცო და იფიქრეს, ესენი ვიყურებენ კაცო და იფიქრეს, ესენი კი იძახიან რომ ქრისტიანები არიან და ღმერთი მქონი. არა, ამათ ჭამას, დროსტარება, ფული, აი ცხოვრება უფრო უყვართ ვიდრე ქრისტე. არა, ამათ ჭამას, დროსტარება, ფული, აი ცხოვრება უფრო უყვართ ვიდრე ქრისტე. და აი ესეთი შეურაცხყოფა მოგვახენს. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აქედან თავი ისე გამოვიძვრინოთ, როგორც ნინეველებმა იონას გადაგების შემდგომ. მათზეც ღვთის რისხვა უკვე ნაბრძანები იყო, მათი ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ მოისმინეს რა იონას გადაგება, რომ ისინი დაიჯებოდნენ, მათ შეინანეს, ნაცარი დაიყარეს თავზე და ტიროდნენ საკუთარი საქციელის გამო. და ღმერთმა აპატია, საკუთარი ბრძანება ღმერთმა შეცვალა. მხოლოდ ეს არის იმის საწინდარი, რომ ღმერთი თავის რისხვას დააწყობს. თუ ერი შეინანებს, თუ ერი თავის შეცდომას გამოასწორებს. თორე ამას მე პირად ჩემი მოსაზრებაა, რომ ადამიანი რომ იქამდე დაეცემა სადამდეც ამ უბედურების ავტორები დაეცნენ, მათ ალბათ სინანული უკვე ალბათ აღარ ეწევათ, მაგრამ მე ვინ ვარ, ღმერთია მოწყალე, ღმერთმა იცის მარტო. ჩვენ ისიც გვეგონა, რომ ასეთი ველმოქმედების შემდგომ ადამიანი ღმერთს მთელი ცხოვრება ღმერთს ადიდებდა, მაგრამ დავინახეთ, რომ ერთ-ერთი პირველია, ვინც მაცხოვარ სახეში არტყავს თან, ვის გამო და ეუბნება, რომ როგორ პასუხობ შენო მღვდელმთავარსო და ურტყავს სახეში სილას. ამასაც ვერ ვიფიქრებდით ჩვენ ხო, რომ ასე შეიძლება ადამიანი მოიქცეს, მაგრამ ფაქტია, რომ მოიქცა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით ეს ადამიანები როგორ მოიქცევიან, მაგრამ რა ვიცი, რა ვთქვა, ისიც არ ვიცი. ღმერთმა მოგცეს სინანული თითოეულ ჩვენთაგან. და ჩვენი წილი პასუხისგებლობა ღმერთმა გაგვააზრებინოს ამ ყველაფრის მიმართ. იმიტომ რომ თუ ესე არ მოიქცევით, სასჯელის ნაწილი ჩვენზეც გადმოვა, რისგანაც დაგვიფაროს ღმერთი. ღმერთმა დაგლოცვა და გაგრძელოთ.